მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 21 თებერვალი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს საქართველოს ისტორიაში შევაკიდე ერთხელ საქართველოს ნაკრები დღეს მორაგბეთა ნაკრები შეესწრება მორიგი რეკორდი დაამყარა. საქართველოს ნაკრები კი ესპანეთს ხდება და ჩვენ მორაგბე ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებთ, რომელიც თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება ტელეკომპანია იმედის შემოგთავაზე პირდაპირ ეთერში. ეხლა შემდეგი ის არის, რომ საქართველოს ამ მოგების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვეს საქართველოს ნაკრები და წარმატებებს ვუსურვებ კიდე ერთხელ. ეხლა რა თქმა უნდა მე მინდა გითხრათ სათამაშო უპირატესობით არა ეს საინტერესო შეტევებებით და განვითარებას ამ მატჩისა საქართველოს ნაკრები ძალიან დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს დღევანდელი მატჩი. ეხლა კი რა შეეხება შემდეგი ამბავს მინდა გაცნობთ. გუშინ როგორც ვიცი ძალიან დრამატული მატჩი გამოდგა, კალათბურთზე გვაქვს საუბარი ეხლა. ბარსელონა მურსია, რომელიც ვალენსიაში იმართება ეს ტურნირი სამეფო თასზე. ბარსელონა მურსია, ბარსელონა კი მესამე-მეოთხედის მიწურულს აგებდა მატჩს 6-0-ით, მაგრამ მეოთხედი ძალიან კარგად დაიწყო ბარსელონა, ასევე თორნიკე შენგელიამ ძალიან კარგად ითამაშა და მოაგროვა ქულები 1-3 მიისანგარიძე და 13 ქულა დააგროვა თორნიკე შენგელია და ერთი მოხსნა მიისანგარიძეა თორნიკე შენგელია ზანგარიძე. დღეს რაც შეეხება ნახევარფინალურ მატჩები გაიმართება, ბარსელონა ბასკონიას შეხვდა და ძალიან დრამატული ბრძოლა იქნება, რა თქმა უნდა, მანამდე კი მადრიდის რეალი ვალენსიას მიიღებს კალათბურთში, რომელიც უნიკახა გაანადგურა 30 ქულიანი უპირატესობით და მადრიდის რეალს აღარ გაჭირვებია ნახევარფინალში გასვლა. ეხლა კი რა შეეხება 21 საათზე იქნება ეს მატჩი, რა თქმა უნდა, მადრიდის რეალი ვალენსია. ბარსელონა კი თბილისის დროით 12 საათზე იგივე დროს ძალიან დრამატულ ბრძოლას ვიხილავთ და იმედი მაქვს დღეს კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს ჩვენი ქართული სპორტსმენი და თლიანად გუნდი. დანარჩენს რაც შეეხება დღეს კი პარი სენ-ჟერმენი მორიგი მატჩს გამართავს უკვე ფეხბურთზე გვაქვს საუბარი, რომელიც ძალიან სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, 3 ქულის მოპოვება თუ არა მეტოქე გუნდი უკვე ასწრებს ძალიან საინტერესოს. თუ მოგეტონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გააზიარეთ, მაქსიმალურად გამოიწერეთ ჩემი არხი.